მე პირველ რიგში მინდა მივულოცო ომის ვეტერანებს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს. დღევანდელი დღე 9 მაისი და ღმერთმა ბევრს დაესწრო, ჯანმრთელები იყვნენ და მათმა შვილიშვილებმა არ დაივიწყოს მათი სახელები და კვალები და ყოველთვის ხსენებული რო იყოს ეს ხალხი. იმიტომ ამ ხალხმა ძალიან დიდი ღვაწლი გაწიეს, როგორც დღევანდელი საქართველო კი არის საუბარი ვითომ ჩვენი ომში არ ომობდნენო, მაგრამ ამ ხალხმა საქართველოსთვისაც იუმბეს და ეგრე იყო. რაც შეეხება ჩვენ ორგანიზაციას, ჩვენი ორგანიზაცია არის. რამდენი ხანი რაც და ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნდა სადღაც არის 6 თვე. რამ გამოიწვია ჩვენი ორგანიზაცია? გარკვეულმა უკმაყოფილობამ, შინაგანმა უკმაყოფილობამ, რასაც ვხედავთ დღესდღეობით, რაც ხდება საქართველოში ომის ვეტერანებთან დაკავშირებით. ელემენტარულად ყველა აქტიურ ადამიანს უჩნდება ის უკმაყოფილება, რომ ესე იგი რაღაც არ კეთდება ისე, რომ ღირსეულად იგზნოს თავი იმ ადამიანებმა, არ აქვს მნიშვნელობა ეხლა ჩემთვის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის არის ვეტერანი, ვინც თბილისიდან აფრინდა, ჩაფრინდა სოხუმში და იარაღი აიღო ხელში იმის გამო, რომ ენთუზიაზმი იყო, მაშინ კარგად ვიცით, ხელფას არავის არ უხდიდნენ. ვინც ჩაფრინდა და ელემენტარულად მოინდომა საქართველოს დაცვა, ყველა ეს ადამიანი დასაფასებელი ადამიანია რა. ვინც ელემენტარულად 2008 წელს ომი დაიწყო, ნუ არ ვიტყვით, არ არის როგორ ჯარისკაცებს, პირდაპირ ვიტყვით, არ აქვს მნიშვნელობა. მოხდა უხეშად რო ვთქვათ, ჩხუბი წავიდა სულ ყველა ქართველიერი დაირაზმა სახელმწიფო მიზეზი არ ვილაპარაკებ ყველა მეც პირადად ვიყავი 105 ბატალიონში რეზერვისტი წასული ვიყავით გორში და ჩვენი თვალით ვნახეთ რაც იყო როგორც იყო და ყველაფერი და ეს ადამიანების დასაფასებელი ვინც კონტაქტი ჰქონდათ ელემენტარულად აი იმ საბრძოლო მოქმედებაში ყველა დასაფასებელია ეს ადამიანები რაც შეეხება სოციალურ სიტუაციას, აი ზუსტად ამაზე მინდა გამომახვილო ყურადღება, რომ ძალიან მძიმე სოციალური სიტუაცია და ფაქტიურად არის სიტუაცია ისეთი, რომ დღესდღეობით საქართველოს ყავს თუ არა ომის ვეტერანი, აი იმ გაგებით, რა გაგებითაც ხდება მსოფლიოში ომის ვეტერანების წარმოჩინება, რომ ვიყავთ იწვევენ სკოლებში, პატივცემენ, ღირსება აქვთ იმათ თავისი, ეგეთი რაღაც არ არსებობს. ამ ადამიანებს ფაქტიურად არ თვლიან, მე როგორც ხედავ, აი როგორც ვაკვირდებით, დღესდღეობით ჩამოწერილია ეს კონტინგენტი და გამოყენებულია იმ სიტუაციაში, რომ აი ვიღაცას დაჭირდება სიტუაცია, აი ომის ვეტერანები ყავს, რაღაცა არის, მაგრამ სინამდვილეში არ არის ეს ფენა როგორც ომის ვეტერანები დაჩაგრული და ძალიან ვისაც არ უნდა მივიდეთ, აი სიტუაცია რაღაცა ვთხოვოთ, რაღაცას დაველაპარაკოთ. ძალიან ისე ვიყურებენ, ეს რატო არის ეგეთი სიტუაცია შექმნილი, მე თვითონ არ ვიცი და ამას გამოკვლევა უნდა და ამას გაგება უნდა, რატო ხდება სახელმწიფოს რომელსაც მაგრამ 9 მაისს ხდება ამ ადამიანების გახსენებაც, მათი ასე ვთქვათ მიპატიჟებაც, ну, რა თქმა უნდა, ყველასი არა, მაგრამ როგორც შევიტყვე, ყველა მათგანს დღეს 200 ლარის ფულადი საჩუქარი მიეცა, ესე ვთქვათ. ომის ვეტერანებისგან გავიგე, თუმცა ეს არის ერთჯერადი, რა თქმა უნდა, წელიწადში. ძალიან კარგია თუ რამეთი დაეხმარა სახელმწიფო და დაეხმარა კერძო ორგანიზაციები, ну, არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო პირები, თუ ეხმარებიან ომის ვეტერანებს, ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია. ღმერთმა სულ ყველაფერს შეძლოს არასამთავრობოებმაც, ბიზნეს სტრუქტურებმაც, რომ რაღაცით დაეხმარონ ამ ადამიანებს. ამ ადამიანებს ხარდაჭერა ჭირდებათ. რატომ? ეს ადამიანები იცავდნენ იმათ ბიზნესს, ეს ადამიანები იცავდნენ ამ ხელისუფლებას და ამ ადამიანებს მოვლა და პატრონობა მე ეგრე მესმის, შეიძლება ვწდები, მაგრამ საერთოდ ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ყველგან ეგრეა. ომის ვეტერანი არის პატივსაცემი პიროვნება იმის გაგებით, რომ იმ ადამიანმა თავი გაწირა, იმ ოჯახმა ოჯახის წევრი დაკარგა, რომ წასულიყო და ებრძოლა და იმან დაიცვა აი ეს ქვეყანა, დაიცვა იმის ბიზნესი, დაიცვა იმის შვილები, დაიცვა იმის შვილიშვილები, ეს დასაფასებელი პროფესია, ბოლო-ბოლო სამხედრო პროფესია, დასაფასებელი პროფესია და მე სხვათაშორის გულიმწყდება ერთ რაღაცას და მინდა აგრეთვე მივმართო იმ სამხედროებს, რომლებიც არიან დღესდღეობით წყობში, რომლებიც ეხლა ნუ აქ მიდის ხოლმე საუბარი, ეხლა იყო აქცია, სული ვიყავით ვაკის პარკში სულ ყველა და უსმენდით გამოვიდა რომ ნუ ერთ-ერთი პიროვნება რომ აი ჩვენო ვეუბნებიან ახალგაზრდებიო რომ თქვენო იბრძოდითო, ნუ ჩვენი ქვეყნისთვის არ ამოვიდითო და სხვათაშორის ნუ აი ძალიან ცუდია ეს ეგეთი რაღაცა რომ საზოგადოებაში ვცელდება რომ ის ხალხი არ იბრძოდნენ ამისთვის. მოდით გადავხედოთ, ერაყშია დღეს ჩვენი ჯარი. ავღანეთშია დღეს ჩვენი ჯარი.
ეხლა ხვალ ის ჯარისკაცები რო ჩამოვლენ, იმ ჯარისკაცებმაც, იმ ჯარისკაცების ოჯახებმაც უნდა იფიქრონ იმაზე, რომ ხვალ შეიძლება ვიღაცა შეიცვალოს სიტუაცია და იმ ვიღაცამ უთხრას კიდე გადაფასება მოხდეს და რა გინდოდა იმ ერაყში, რა გინდოდა იმ ავღანეთში, ვის იცავდი, რატო ჩახვედი, ვაფშე რა გინდოდა, საკუთარი ტერიტორიები გვაქვს დაკარგული და ფაქტიურად არ მინდა ცუდად თქვა, მაგრამ დაჩაგრულები ვართ რა, ეგრე გამოდის და საკუთარ ტერიტორიას ვერ ვიცავ, ჩავდივარ ერაყში, აფხაზეთში ვიბრძვით, მაგრამ თუ ჭირდება ჩვენს გარკვეულ ნატოში შესვლას, თუ ჭირდება რაღაც მეგობრობას, რაღაცას პოლიტიკა ითხოვს, რასაც ახლა ვცდილობთ არ შევეხოთ ჩვენ ომის ვეტერანები, ჩვენი პრინციპი, ჩვენი ორგანიზაციის ისე ვცდილობთ, კითხვები ისმება და მოდით ისე გავაკეთოთ, რომ ვიტყვით იმ ადამიანებზე ისეთ რაღაცას, რაც შეიძლება მე იმ ადამიანებსაც მოხვდეთ, რომლებიც დღეს იცავენ ჩვენს ღირსებას საზღვარგარეთ, ხო? ჩასულები არიან ერა, ვიხარია კიდე და ამას სიამაყის გზნობით ვივსება ბევრი, იმით რომ აი ავღანეთში ვიღებთ მონაწილეობას სამშვიდობო ოპერაციებში, ერაყში ვიღებთ, მოდით ის ხალხის დავაფასოთ ის ადამიანების, რომლებიც იბრძოდნენ საერთო ქვეყნის გადასარჩენად. მე მგონი ხა ძალიან ცუდი შედარებაა, როცა ამ კატეგორიის ადამიანებს ადრიან იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მიდიან მართლა უცხო ქვეყნის ომში მონაწილეობისათვის და აქ მეტწილად რომ ხა ანაზღაურებასთან არის ეს დაკავშირებული, ალბათ სადაო საკითხი არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, მე როცა მქონია ამ თემაზე საგაზეთო პუბლიკაცია და გავსაუბრები ვარ სამხედრო ექსპერტებს, აქაც არის მედლის ორი მხარე. ერთი ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც ეკონომიურად არიან შეჭირებული და სხვა შემოსავალი საქართველოში არ არსებობს, მათთვის ისინი იძულებულები არიან წავიდნენ უცხო მიწაზე და იბრძოლონ და თავი გასწირონ სხვა ქვეყნისთვის, იმის გამო რომ მათ უნდათ რომ აქ ოჯახები არჩინონ. მამილუქების სახით. დიახ, და მეორე მხარე ამ შემთხვევაში, რომელსაც ხელისუფლება უფრო ხშირად გვახსენებს ხოლმე, ეს არის რომ მათთვის წრთნა ამგვარ ომში გამოსადეგარი იქნება საკუთარ ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ როგორი გამოსადეგარი აღმოჩნდა, ეს ალბათ თქვენ თავად ნახეთ, რა კი არაერთხელ აღნიშნეთ, რომ 2008 წლის ომში მიიღეთ მონაწილეობა. და ბატონო გივი, მე რა თქმა უნდა პირველ რიგში მაინც მაინტერესებს თქვენი ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები ამ კატეგორიის ადამიანების სოციალური უფლებების დაცვის თვალსაზრისით. რა გაქვთ თქვენ გეგმაში, რამდენად ახერხებთ თქვენ ამას, რა პრობლემებს აწყდებით და მე რა თქმა უნდა მე კიდევ მინდა შეფასებები გავაკეთოთ დღევანდელ სიტუაციაზე. შესაბამისად, მოგილოცავთ მაისის გამარჯვების დღეს თქვენ შეკითხვას უპასუხებთ, ჩვენი ორგანიზაცია დღესდღეობით ისევ და ისევ ენთუზიაზმი რასობრივია და არავითარი დაფინანსება, ეს ყველაფერი არის ჩვენი. სურვილი სამებს, რასაკვირველია და ჩვენი შეხედულიდან გამომდინარე რომ უყურებთ, ჩვენ თავზე გამოცდილები ვართ, რომ არანაირი დახმარება არ გვაქვს დღესდღეობით. იმ ვეტერანებსაც, რომლებიც არა მხედველობაში მეორე სამამულო ომის ვეტერანები, დღევანდელი ვეტერანები, თანამედროვე ომებში, რომელსაც მიიღეს თავი ტერიტორიული თლიანობისთვის იცავდნენ თავს თუ რასაკეთებდნენ, რასაკვირველია ესენც მხედველობაში ყავს ჩვენ. რა არის ახლა ჩვენი მიზანი? ჩვენი მიზანი არის, რომ აი ეს რაღაც მინიმუმით მაინც რომ როგორმე ჩვენ მთავრობას მოვთხოვოთ ის უფლებები, ის შეღავათები, ის კანონში რაც იყო, ის 14 პუნქტი იყო, რომელიც მოქმედებდა, შეღავათები ჰქონდა ტრანსპორტზე, კურნალობაზე, აღარ ვიტყვი ამას დენზე, სინათლეზე და ბევრი რაღაც შეღავათები ჰქონდათ, რომელიც კიდევ შევარდნაძის დროსაც იყო საკურველი, მაგრამ დღეს შეიძლება გაგიცნოთ კიდევ 22 ლარი მაქვს როგორც მონაწილეს მე და ბატონ ალეკოს ის 22 ლარიც არ აქვს. ანუ ესე იგი, ახლა ბატონმა ლევანმა აღნიშნა, რომ მას როგორც ომის მონაწილეს ეძლევა 26 ლარი, ხოლო დენის და გაზის გადასახადებისთვის კომპენსაცია მას ეძლევა 54 ლარი. ეს რაც შეეხება ომის მონაწილეებს სამამულოზე. აი შედარებით თანამედროვე ახალგაზრდა ომის მონაწილეებს 22 ლარი ეძლევათ ომში მონაწილეობისათვის და კომპენსაცია არ ეძლევათ, ხო?
არანაირი. და მე რამდენადაც ვიცი, არის შემთხვევები, როცა ომში დაღუპულების დედებმა მოითხოვეს, რომ მოეხსნათ ეს კომპენსაცია, ანუ ის შვილის დაღუპული შვილის პენსია, ვინაიდან მისი ჩვეულებრივი პენსია აღემატებოდა იმ თანხას და ამდენად მას არ უღირდა ის უფრო მწირე იყო, ხო? ხო, მართალი გზანდები. და აი რატომ უნდა იყოს ასეთი განსხვავება? ანუ ამითი რა გამოდის, რომ ხელისუფლება გვეუბნება, რომ ნუ იბრძოლებთ, მაინც არ დაგიფასდებათო თუ რასთან გვაქვს საქმე? ჩემი აზრი რა არის ახლა, იცით ახლა მე მაგას პირდაპირ ვერ ვთქვით ახლა, რომ აი ნუ იბრძოლებთო. ადამიანი მაინც რა არის? რა თქმა უნდა, ამისთვის არ იბრძვის ადამიანი. ადამიანი იბრძვის თავის სამშობლოსთვის, თავისთვის. ახლა ჩვენთვის 100 ფული მოუციათ მაშინ. და არც ხელფასი გადაუხდეთ და არც ის მოუციათ, რომ წავსულიყავ და გვებრძოლეთ. ეს იყო ჩვენი გულიდან გამოსულ რომ ვიყვარდა სამშობლო, ამიტომ ვიბრძოდით, ხო? რა თქმა უნდა. გასაგები. მაგრამ მე რატომ დავსვლა საკითხი ესე? მე მახსოვს ერთ-ერთ შეკრებაზე დევნილთა შეკრებაზე დედებისგან მოვისმინე ასეთი წინადადება. ისინი 8 მარტთან დაკავშირებით იყვნენ ძალიან შეწუხებულები, რომ აი ქალის დღე კი მიულოცა ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, მაგრამ ეს იყო მხოლოდ დარბაზში აქ კინოსახლში შეკრება, იების პატარა კონები დაურიგეს ამ დედებს, უთხრეს რომ ძალიან გმირი დედები ხართ, იმიტომ რომ თქვენ გაუზარდეთ სამშობლოს ასეთი გმირი შვილები, მაგრამ იქ დამთავრდა ყველაფერი. და ეს ადამიანები უკვე ჩვენთან ჟურნალისტებთან გულის ტკივილს ვერ მალავდნენ იმის გამო, რომ მათ უკან წასასვლელი გზის ფულიც არ იყვნენ და შვილები, რომლებიც მათ დაკარგეს ბრძოლის ველზე, იმათი პენსიის აღების სურვილიც არ ქონდათ, იმიტომ რომ ის ბევრად უფრო ნაკლები იყო, ვიდრე საკუთარი პენსია და მაშინ რამდენიმე ქალბატონმა მითხრა, აი ჩვენ გვეზრდება შვილიშვილები, ანუ ობოლი ბავშვები. ჩვენ არ აგვაქვს საშუალება, რომ ამ გმირი მეომრების შვილები გამოვკვებოთ სკოლაში, ღირსეულად ვატაროთ, უყიდოთ სახელმძღვანელოები და ასე შემდეგ. რა ვასწავლოთ ამ ბავშვებს ჩვენ, მათი მშობლები, მათი მამები დაიღუპნენ გმირულად და რისთვის, რომ დღეს მისმა შვილებმა სწავლა ვერ გააგრძელონ სკოლაში. აი ამიტომ ვამბობ მე ამას, ახლა იმედია სადღეგრძელოთ არ ჩამეთulis ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, როგორც გუშინ ჩემთან გადაცემაში ერთ-ერთმა აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა და მე უბრალოდ ტონზე მივხვდი, რომ ის იქნებოდა ამ უწყების წარმომადგენელი და მე ტელეფონის ზარმაც გამიდასტურა. რა თქმა უნდა, ხელისუფლება თავის დემაგოგიას გვაწუდის ყოველთვის და აი დღესაც ახლა გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე, მე მის სიტყვა ვერ მოვისმინებთ, რომ ამ ვეტერანებთან საუბრით ვიყავი დაკავებული, მაგრამ ყურადღება მიმაქცევინა იმან, რომ მისი აუარებელი დაცვის შემადგენლობა ძალიან აქტიურობდა, რომ გაეთავისუფლებიათ კარიდორი გაეტარებინათ პარლამენტის თავმჯდომარე. და მე მართალი გითხრათ, ცოტა შევწუხდი ამ ზედმეტი მოძრაობებით, თუმცა ეს ხელისუფლებას ახასიათებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს რა შეჭირდება 10 კაცის დაცვა, ესეც ვერ გავიგე. იმაში რაც ფული იხარჯება დაცვაში და მანქანებში, მე მგონი უმჯობესი იქნება, რომ ასეთ კატეგორიის ადამიანებზე გადანაწილდეს და პენსიონერებს ის დაპირებული $100 მაინც ქონდეთ. თუმცა დღეს ისიც არაფერი არ არის, მე მგონი. შეიძლება მე გავიტყვიეთ ორ სიტყვას ამ თემასთან დაკავშირებით. თქვენ ვკითხეთ, თქვენი ორგანიზაცია ძირითადად ეხლა რითია დაკავებული რას ფუნქციონირებს. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენ ავამოქმედეთ ჯერჯერობით როგორც ვიცი, ერთადერთი საინფორმაციო საიტია multina ukoz.net, რომელსაც multina ukoz.ru, რომელსაც ვამუშავებთ multina.ukoz.ru. ეს არის ომის ვეტერანთა საიტი, ჩვენი ორგანიზაციის საიტია, სადაც ვცდილობთ მაქსიმალურად რაც ინფორმაციას მოვიპოვოთ, რა ხდება ომის ვეტერანებთან დაკავშირებით. ვინ რა ღონისძიებას ატარებს, რომელი ორგანიზაცია რას ფიქრობს, როგორ ფიქრობს, ყველაფერს ამას ვცდილობთ, რომ გავაშუქოთ და გამოვაქვეყნოთ და ვცდილობთ იმას, რომ ესე ფაქტურად მივაწოდოთ ომის ვეტერანებს ინფორმაცია, სადღაც ერთ
საინფორმაციო წყაროზე, რომ ყველა ომის ვეტერანმა ნახოს სიტყვაზე რაღაცა, ну ჭორების დონეზე მიდის ხოლმე ესეთი რაღაც, მაგალითად ვიღაცა გამოვა იტყვის სადღაც მეგობრებთან, რაღაცას გვიუნქმებენ, იქ ჰოსპიტალი უხდება, იქ რაღაცა და იქ რაღაცა და ну ეგრე დავდივარ და ვეძებთ, რა ხდება, მართლა ეგრე ხდება. ეს სხვათა შორის არის ძალიან სხვათა შორის დაბალი კულტურის დონე არის არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ ვიტყვი. ეს არის ძალიან დაბალი დონეა და ჩვენ ფაქტურად მე მგონი ამ არასამთავრობო ომის ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციებს გვჭირდება გარკვეულწილად რაღაც სემინარები გავერკვეთ იმაში თუ რა არის არასამთავრობო ორგანიზაცია და რა ფუნქციები და რა დატვირთვები აქვს. ნუ ძალიან ბევრ რაღაცებს მივედმოვედებით და ფაქტურად რაც ძირითადად საჭიროა და რაც რისთვისაც ვაფუძნებთ ამ ორგანიზაციას იმას ვერ ვაკეთებთ. აი ჩვენ ძირითადად ეხლა მუშაობთ აი ინფორმაციის შეკრებაზე, ყველა ღონისძიებებს ვცდილობთ რომ გავაშუქოთ, არქივში შევინახოთ, ნებისმიერ ორგანიზაციაზე, ომის ვეტერანთა ორგანიზაციას შეუძლია შევიდეს ჩვენ საიტზე, მონახოს თუ რა კანონია, როგორ აგრეთვე ნუ იქ გვაქვს ემიგრანტებთან დაკავშირებით, რომლებიც საზღვარგარეთ არის. მე თვითონ მუშაობდი, ნუ ვიყავი საფრანგეთში, ნორმანდიის დედაქალაქში, დავაარსე ორგანიზაცია. რამდენი წელი იყავი? სადღაც 7 წელი ვიყავი. ესე იგი თქვენ ჩემი მომდევნო გადაცემის კორესპონდენტი ხართ. კარგად ვიცი რა ხდება, ну, თვითონ ევროპაში რა, ემიგრანტებთან დაკავშირებით, წასულებთან დაკავშირებით, როგორ არის რა სიტუაცია. და ომის ვეტერანები არა, ომის ვეტერანთა შეხება მქონდა, ეხლა ამ ბოლო პერიოდში დავიწყე შეხება, იმ მომენტში არ მქონია. იქ სუფთა იყო. მაშინ არ გაინტერესებდათ ეს. არა, არ მაინტერესებდა. მე ომის ვეტერანთა სიტუაცია დამაინტერესა, როდის ჩამოვედი და შევხედე საქართველოში რა სიტუაციაა, მე თვითონაც შევწუხდი, ეხლა როგორც მეც ომის ვეტერანი ვარ, რაღაცა ყველას უჭირს, ყველა რაღაცას მიედმოედება, რაღაცა სადღაც იშოვნოს, იქ ვიღაცა პოლიტიკური პარტია პირდება. მე სხვათა შორის ძალიან მაგრად დამწვის ერთი რაღაცა და ვეუბნები ყველა პოლიტიკურ პარტიას პირდაპირ რა. ძალიან აგთხოვთ რა, ომის ვეტერანებს ნუეუნებით დაგვიდექით გვერდში რა. პირიქით, თქვენ დაუდექით ომის ვეტერანებს გვერდში და მე ჩვენ ომის ვეტერანები გადავწყვიტოთ ვის დაუდგეთ გვერდში. მე ეგრე მესმის ეს სიტუაცია რა, არ მესმის სხვანაირად რა. ჩვენ ვედექით საქართველოს გვერდში. და დღემდე უდგევართ კიდე ღმერთმა კიდე რავი დაიფაროს რომ კიდე რაღაცა მოხდეს და კიდე ვავიღებთ იარაღ და კიდე წავალ დავდგებით არ შევეკითხებით კიდე იმ ხელი რომ ვიც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში ეს რატო და რისთვის მოხდა ეს ვიცი ჭირდება ქვეყანას და გავდივართ და ჩვენი მოვალეობა ეს არის და გული ვტკივა და ვიბრძოლებთ რა როგორც შევძლებთ ისე ვიბრძოლებთ ხო და ნუ ეთქვით პოლიტიკური ორგანიზაციები მოდით ან ჩვენთან დაგვიდექით ან იქ რაღაცა ეგრე და მე პირდაპირ გეტყვი წინააღმდეგი ვარ და ძალიან უხერხულად აგვზობ ხოლმე თავს პოლიტიკური ორგანიზაცია რო ეუნება რომელიმე და რაღაც ისენი რო ხდება ნუ შევყავს ომის ვეტერანები იმაში რა ქვია გაუგებრობაში და ნუ პირდებით ისეთ რაღაცას რისი ასრულების და შესრულების ის არა გვაქვს აი გაკეთება დაიწყეთ რეალურად გვაჩვენეთ საქმე და მე მგონი ყველა ომის ვეტერანი და ვინც ამ კატეგორიას მიეკუთვნება ყველა აწევს ხელს და ყველა მე იმ საარჩევნო კუთხიდან გადაწყვეტავს ვის მისცეს ხო და როგორ მისცეს ეს რაც შეეხება ამ საკითხს. ჩვენ ორგანიზაციის საკითხს კიდე აი ეგეთი მომენტებს ვთილობთ დღესდღეობით რომ საინფორმაციო დონეზე გავშალოთ მუშაობა, გავარკვიოთ ყველა ომის ვეტერანები თუ რა კანონები ეხებათ, როგორ ხდება, ვინ რას აკეთებს, რომელი ორგანიზაცია რას ფიქრობს. დღეს 300-მდე ორგანიზაცია და მე რესტში გავაგზავნე ოფიციალურად წერილი მომივიდა იქიდან ძალიან სწრაფად. მთლიანად რაც საქართველოს ორგანიზაციები არსებობს, ყველას მისამართები, გვარები, სახელები, დამფუძნებლების სადღაც 11,000 არა, საერთოდ რაც არის. და იქიდან მე ვცდილობდი ამომეკრეფა ეს ომის ვეტერანები და ცალკე დავდე მე ეს ომის ვეტერანთა ცალკე გვერდი გავაკეთე, სადაც ყველა სიას ვდე, რომლებიც არსებობს. ეხლა ბევრი ორგანიზაცია ომის ვეტერანთა გაფორმებულია სასტუმრო კოლხეთი, სასტუმრო აჭარა, ივერე და დღესდღეობით აღარ არის ეს ორგანიზაციები და ის ობიექტები და ის სამართლები აღარ არსებობს და ეხლა ну არ ვიცი სახელი და გვარების ეხლა ყველასას ვერ გავიხსენებთ ეხლა ბევრის ვიცით ვიცნობთ ერთმანეთს ვიკრიბებით ვისაც ვიცნობთ ვიკრიბებით და გვაქვს ურთიერთობა ყველანაირად ერთმანეთთან ну ვინც ბევრია ესეთი რომ ფაქტიურად ის აღარ არსებობს მე მგონი ну შეიქმნა რაღაც გარკვეულად ალბათ რაღაც ну ემოციის იმაზე ну ვეღარ განავითარეს მუშაობა ну აღარ წავიდნენ შეიძლება საქართველოს საერთოდან სხვა საქმეს მოკიდეს ხელი. ну აღარ განვითარდა მათი ორგანიზაცია და ну ვეღარ ისაკი. დაიხურა ალბათ. თუ მისამართმანში ანუ შეიძლება აი კიდე მაგასაც შევეხები რა მე ძალიან გული მტკივა ერთ რაღაცაზე. ხდება ხოლმე აი ომის ვეტერანთა ორგანიზაციები იქნება ну ეგეთი რაღაცა აი რაღაცა ფული ვიშოვნოთ რაღაცა ძალიან კარგია.
საერთოდ მე მივესალმები ერთ რაღაცას. უნდა იყოს სოციალური პროექტები, რომლებიც ომის ვეტერანთა ორგანიზაციებმა დამოუკიდებლად შეძლონ ამ პროექტების განხორციელება. მაგრამ ამას უნდა გარკვეული, როგორ გითხრათ, გარკვეული ცოდნა, გარკვეული კულტურა, გარკვეული სტილი უნდა როგორ ანერად გააკეთო. ისე არ უნდა იყოს, ეხლა მე თითქმის უყველასთან დავდივარ. ვცდილობ ვესაუბრო ყველას და მე ძალიან დიდ პატივს ავცემს უყველას. ყველა ომის ვეტერანი, ვინც არის დღეს საქართველოში, რა ვიცი, იგივე ჩემ ძმად და მეგობრა, ყველაზე ვერ ვიტყვი რა ახლოს ვიცნობ, მაგრამ უმეტესობას ვიცნობ და ბევრი ვიცნობ. შეიძლება მე ვერ ვიცნობ ხოლმე ზოგიერთ თვითონ ცნობს ხოლმე. ხო და 20 წელი გავიდა მე მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი 21 წელი. ხო და ამიტომ როგორი მომენტია იცი? კი, საჭიროა ომის ვეტერანთა ორგანიზაციამ რომ იმუშაოს. როგორც ყველა ნებისმიერმა ორგანიზაციამ, გინდა თქვენმა ტელევიზიამ რომ იმუშაოს, რაღაც გარკვეული თუ თქვენ რეკლამებით შეგულობთ სიტყვაზე რა. არა, სიტყვაზე მაგრამ როგორც უნდა მესმის. ანაზღაურების გარეშე. მე ვამბობ საერთოდ რა, როგორ შევფლობთ ტელევიზიები და ისა სპეციფიკა. აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც და ხო თავისებური სპეციფიკაა, როგორ უნდა იშუნოს სახსრები. ჩვენ შეთხოვაზე სხვათა შორის ჩვენ საიტზე დავდეთ ძალიან ბევრთან ვიარეთ, ვისაუბრეთ, მაგრამ აი სამწუხაროდ როგორი მომენტია, იცი, აი მე დღესაც მინდა კიდევ თქვა, რომ აი როგორი მომენტია, იცი, აი ვასწრებთ როგორ აი ბევრის ლაპარაკი გავიგეთ ეგრე, რომ აი მოდით, აი ჩვენ დავждეთ, ჩვენ გავაკეთოთ რაღაცა, ჩვენ ისა ვქნათ, არ გამოვა ეგრე. ეგრე ყველას ვეუბნები, ბატონებო, ეს საიტზეც დავდეთ, დავწერეთ კიდეც საზღვარგარეთ პირდაპირ ვიტყვი, ამბიციები გვაქვს ევროპას ველაპარაკოთ, ამბიციები გვაქვს ველაპარაკოთ კავკასიას. არის ორგანიზაციები, დიდი ამბიციები გვაქვს. პირველ რიგში ერთმანეთს დაველაპარაკოთ რა. პირველ რიგში შევქმნათ ის სიტუაცია, რომ ერთმანეთს გამარჯობა უთხრათ, 6 თვეში ერთხელ შევიკრიბოთ და საერთო გაჭირვებაზე რაღაცა გარკვეული რეაგირება გავაკეთოთ. ის რაღაცა კანონი გაჩერებულია, ის კანონი ამოვმუშაოთ. თავარი ეს არის, მე მგონი, მე ეგრე ვფიქრობ და შემდგომში ხო იქ რას გავაკეთებთ, როგორ გავაკეთებთ, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ საერთო ენას გამოვნახავთ ერთმანეთთან და როგორ ვითანამშრომლებთ. ცალ-ცალკე ვერცეთი ორგანიზაცია, როგორც ავიღოთ, არა მარტო ომის ვეტერანთა ორგანიზაცია, აგრეთვე ავიღოთ ნებისმიერი სხვა განხრის ორგანიზაცია, სპეციფიკის ორგანიზაციები. მნიშვნელობა არა, ვერცეთი ორგანიზაცია ვერ გააკეთებს საერთო ფონს სიტუაციისას, ვერ შექმნის ისეთ, რაც მათ ჭირდება იმ კონკრეტულ საქმეში. თუ არ იქნება რაღაც გარკვეული საერთო სპეციფიკური ორგანიზაცია გამომდინარე საერთო გეგმა. მე ეგრე ვფიქრობ, შეიძლება ვწდები ამას. თუ შეიძლება ვიდრე მე მომდენო კითხვას დავსვამდე, შევახსენებ ჩვენს რადიო მსმენელებს და ტელემაყურებლებს, რომ თქვენ უსმენთ FM 105-სა და 0-ზე მედია კავშირ ობიექტივს და უყურებთ პირდაპირ ეთერში ინტერნეტზე მისამართზე ობიექტივი.net. მე გახლავართ ჟურნალისტი ნინო ცხოიძე და ჩემი სტუმრები გახლავთ ბატონი ალექსანდრე გამგებელი და ბატონი გივი კოპალიანი. ბატონი ლევან ბეგიაშვილმა თავის მოსაზრება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ აქვს სამწუხაროდ ოპერაციის საშუალება და მას ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ დაპირებებით და ბოლოს უარის წერილით ისტუმრებენ. ეს არ არის ერთეული შემთხვევები. სამწუხაროდ. ამდენად მე შემიძლია ისევ შევახსენო ჩვენს ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს, რომლებსაც აქვთ თავის მოსაზრებების გამოთქმის საშუალება და სურვილი, რომ დაგვირეკონ ტელეფონის ნომრებზე 14 40 86 ან 18 13 52. შესაძლებელია ბევრი ომის მონაწილე ეხლა ან გვისმენს რადიოთი თუ სახლშია, ან მანქანაში, ან გვიყურებს ინტერნეტით თუ საზღვარგარეთ არის ან საქართველოს რომელიმე კუთხეში და ხშირად არის ამ თემაზე ჩვენთან გადაცემები, რომელსაც ჩემი კოლეგა ეკა სარალიძე უძღვება. ჩვენ უბრალოდ დღეს ექსპრომტად გავაკეთეთ ეს გადაცემა იმის გამო, რომ დღევანდელ თემას გამოვეხმაუროთ და აი თქვენ აღნიშნეთ ბატონო გივი, რომ გილოცავთ დღევანდელ დღესო. რა საკვირველია ეს დღევანდელი დღის მოლოცვა იმ ადამიანებისთვის, ვინც იბრძოდა ან ვისი ოჯახის წევრებით დაიღუპა და ჩვენი თაობისათვის გასაკვირი არ უნდა იყოს. ჩვენ ასეთ სიტუაციაში გავიზარდეთ, თუმცა რა თქმა უნდა, მე როგორც გადაცემის დასაწყისში აღვნიშნე რკინის ფარდის ახსნის შემდგომ ბევრი რამის გადაფასება მოხდა, მაგრამ და მე ამაზეც მისაუბრია, რომ ბევრი ემიგრანტი იბრძოდა მაშინ ფაშიზმის გასამარჯვებლად, იმისათვის რომ ეგონა რომ საბჭოთა კავშირი დაეცემოდა და ამის შემდგომ ისინი დაბრუნდებოდნენ საქართველოში და მე ვაპირებ რომ ამ თემას უმალე მიუძღვნა გადაცემა და იქ უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამის შესახებ, მაგრამ აი თქვენ რომელიც ამ თაობას ეკუთვნით ამ სიტუაციაში ხართ გაზრდილი და დღევანდელ დღეს აღიქვამთ როგორც გამარჯვების დღეს,
რა თქმა უნდა უკმაყოფილება გამოთქვით იმის გამო რომ ამ დღისადმი რაღაცა ხდება ნიჰილისტური დამოკიდებულება რომ ჩვენთვის არ იყო ეს სამამულო ომი მე ვთქვი რომ დაუშვათ ემიგრანტებისთვის შესაძლებელია ეს იყო მართლაც სამშობლოში დაბრუნების უკანასკნელი ხსნა და ერთი კვირის წინ გადაცემაში რომელშიც ტექსელის აჯანყებასთან დაკავშირებით ჰქონდა მე გადაცემა რა თქმა უნდა იქაც იყო ამაზე ლაპარაკი უკაცრავად ვერ მოვახერხე კითხვის დასრულება ზარია ეთერში გისმენთ დიახ რადიოს ჩაუწიეთ თუ შეიძლება გამარჯობათ აი დაგვრეთა დაკავშირებით მინდა რაღაცა გითხრათ რა. კი ბატონო. აი რაც სახელმწიფო საკას ვეტერანები თუ აი სიგარეტის ვასმიგმა ყოფი ადამიანები ხო არანაირი ის არაფერი არ გადაგოები აკეთებენ იმას რაც უნდა. შეიძლება ეს იმას გამოსაკვირად ფორმას შეიძლება სადაზღვევში 6 ჩვენ და 7 ჩვენ გიგზელებენ აი ამებას. კალოდურაკა თქვენთანაც ხო? არა, ამჯერად ეკა არა ვარ, ნინო ვარ ცხოიძე. აი, იქნება კალოდურმირო, იქნება აი ამაზე იმითა სუბსიდიების აგებება, რაღაცა თუმარი მოიწვიო თუ აი ეს თემა რო გაიშალოს, რატო ხდება ასე? ანუ თქვენ პასუხი გიგვიანდებათ თვეების განმავლობაში? ახლა აი თემაგალისზე გეტყვით რა და გლაკომამა გასაკეთებელი და 7 ვაცხეო და ვეროდო. გამიშილავენ ისიც არ მეულებია ზუსტად არ დამიფინანსება არა. და გლაუკომის ოპერაცია მე რამდენადაც ვიცი ფინანსდება და თან პირველი ჯგუფის ინვალიდობა გეკუთვნით. დიახ. თუ შეიძლება რადიოს ჩაუწიეთ ან მოშორდით და რამდენად გააქვთ თქვენ მიღებული ეს ინვალიდობა ეს მაინც ხომ არ არის პრობლემა პირველი ჯგუფის ინვალიდობა მიღებული გაქვთ გლაუკომის გამო? კი 91 წლიდან 91 წლიდან? დიახ. აჰა. და მაგრამ ოპერაციის პრობლემა მაინც არის და ჭიანურდება პასუხი. კი, რა თქმა უნდა. აი ახლა კოდმასი მიდის ვადა. ბატონმა ლევანმა ჩაღლისა მართალ გითხრათ სადაზღვევოსთან დაკავშირებით მე შემექმნა პრობლემა და 2-3 წლის განმავლობაში ეს პრობლემა არ მოგვარდა მე ის საერთოდ დაიხურა ის სადაზღვევო კომპანია როგორც ჩანს ეს პრობლემა ქვეყანაში კიდევ დგას მე მას შემდგომ მართალ გითხრათ ხელი ჩავიქნიე რა თქმა უნდა ჩვენ ამ თემას აუცილებლად გავითვალისწინებთ და რა თქვენ იცით რომ ამ გადაცემას ამ სპეციფიურ გადაცემას ეძღვება ეკა სარალიძე მე მას მივცემ ამ თემას და ის რა თქმა უნდა მოიწევს შესაბამისად კარგად ბრანდებოდეთ მადლობთ სხვა მსმენელებსაც შევახსენებ რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენი პრობლემების შესახებ ჩვენს გადაცემებში დასვათ საკითხები აი როგორი კონკრეტული პრობლემაა გააქვთ ვისთან გსურთ გასაუბრება ვის მოწვევას ისურვებდით გადაცემებში და რა თქმა უნდა ჩვენ შეძლებს დაგვარად დავაკმაყოფილებთ იქიდან გამომდინარე რამდენად წამოვლენ ხელისუფლების წარმომადგენლები თქვენთან საუბარზე და ბატონო გივი აი რა თქმა უნდა მე ამ თემასთან დაკავშირებით კი ვაპირებთ ესე ვთქვათ ჩვენ კიდევ დაუთმოთ დრო მაგრამ დღევანდელი დღის მნიშვნელობასთან დაკავშირებით მინდოდა ჩემი მოსაზრება მეთქვა ის ადამიანები რომლებიც საზღვარგარეთ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მიდიან და სხვათა შორის ამერიკის შეერთებული შტატებით არც თუმცა დადებითად რეაგირებს ხოლმე ანალოგიურ აქციებზე და ბევრმა ქვეყანამ უარი თქვა გასაგებია რომ ჩვენი ქვეყანა უფლება ვალდებულია ესე ვთქვათ ამერიკის წინაშე და ამიტომ აგზავნის ამ კონტინგენტს, მაგრამ მე მაინტერესებს ამ შემთხვევაში განსხვავება თუ არის, აი როგორც ვთქვათ, შევარდნაძის ვეტერანებსა და სააკაშვილის ვეტერანებს შორის, შევარდნაძის ლტოლვილებსა და სააკაშვილის ლტოლვილებს შორის არის დახმარებაში და დაფინანსებაში განსხვავება. ასეთივე განსხვავება არის თუ არა? ეხლა შეიძლება ეკა სარალიძემ უფრო კარგად იცოდეს, მე ამ საკითხებში უფრო ნაკლებად ვარ ჩახედული და მსმენელებისთვისაც საინტერესო იქნება. სიმართლეს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ 2008-ში მონაწილეები. მე როგორც მე ვიცი, მათ დაენიშნათ როგორც ომის მონაწილეებს. მაგრამ აი ეს ავანეთში მონაწილეებს და ერაყში მონაწილეებს ვერ გეტყვით, მაგრამ ზუსტად მათ როგორც ომის მონაწილეებს ეკუთვნით თუ როგორც მოხალისეებს.
მაგაზე არ ყოფილა ზეჟურა. დამაინტერესა უბრალოდ. იმიტომ რომ ეხა ბატონ ლევანს 26 რარი ქონია, თქვენ 22. იმათ რამდენი აქვს, ეგეც მაინტერესებს. ძალიან საინტერესოა და აი ჩამოვიდა, აი მე ვიტყვი თუ შეიძლება ერთ რაღაცას. ეს პერიოდი ჩვენ გამოვიარეთ, ახალგაზრდები ვიყავით, ჩვენს უყველა 92 წელს 90-ში დაიწყო ომი და წავედით და იმ პერიოდში ჩვენ არ ვფიქრობდით თუ აი მე ასაკი რომ მოგვემატება, რა იქნება და როგორ იქნება. აი ძალიან საინტერესოა სხვათა შორის აი იმ ახალგაზრდებმა, რომლებაც გაიარეს, ავღანეთი გაიარეს ერაყი, ის ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთონ აი ამ მუშაობაში და რაღაც გარკვეული ინიციატივების გამოხატონ, რომ გაარკვიონ თავისი მომავალი და თავისი ბედი. ისინიც გახდებიან ვეტერანები. თუ შეიძლება ზარია მობილურით და მიცეთ საშუალება. თუ შეიძლება რადიოს დაუწიეთ. გამარჯობათ. მოგესალმებით. აი ახლა მე გაგიმართავთ მაგსაკეთ. მე სამი ვეტერანი. ესე იგი რა ხდება? თვითონ ხელისუფლება ვერ მიტა ჩვენ იმიტომ ესენი ომის დროს გაქცეულები ყვა საქართველოს და დამთავრდა მე ჩამოვიდნენ. აი მე თვითონ მიწოვებული. ტენი რა არის ეგ? 22 ლარი. მეტრო და ავტობუსი უფასო. მორჩა. მიდი დედამიწაზე აფერიერება გავგვეყნათ. აი ეს არის ჩვენი ყველაფერი. და თქვენ სამივე ომის მონაწილე ვარ აღნიშნეთ და ანუ თქვენ მხოლოდ აი ამ დახმარებებით შემოიფარგლებით მეტი თქვენ მეტი არაფერი დახმარება აბსოლუტურად არაფერი ის კი პენსიები არ მოგწეს კომპენსაციაზე თავის სტრუქტურის ოფიცერი ვარ გამინიშნა 87 ლარი 33 წელიწადში წარმოგიდგენიათ და ეს ხარავეთი რა თქვა ნუ რა უნდა ვილაპარაკოთ იმაზე როცა აი ხა მე მინდოდა მეკითხა ჩემი სტუმრებისთვის მაგრამ აი თქვენ კითხავთ მე ვიცი რომ ამერიკაში აი ძალიან ხშირად მოვიშველიებთ ხოლმე ხელისუფლება განსაკუთრებით ამერიკის მაგალითებს და აი როგორ ფიქრობთ თქვენ ამერიკაში როგორი დახმარებებია როგორი ატივისცემა როგორი დამოკიდებულება ომის ვეტერანებისადმი ალბათ არანაირად არ შეიდარება ჩვენს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას იმიტომ რომ ამერიკაში მცხოვრები ქართველები არ მარტო ამერიკაში ზოგიერთი არ არსებობს ქვეყანა სადაც აი როგორც პირველ რანგში შეაყავდეთ აყვანილი ომის ვეტერანები იმიტომ მათიციან რომ ეს ხალხი სამშობლოს ცდილობდა სიცოცხლეს გარკვეულ თავის ხეურის სიცოცხლის პასუხს იცავდა არ არსებობს სოფლიოში ქვეყანა რომ ხელისგუზე ატარებდეს ამ ხალხს ერთადერთი ქვეყანა ვარ საქართველოში რომელიც ალბათ არის სულად ქვეყანა და ჩამოყალიბებული ეთიში და ფეხებზე კიდე შესწავლება რა თორემ ასე ვაყოფილიყო ვეტერანებს შეერეტერანებს დაერინეს საწყას რომელსაც გაზის და დენის ფული არ ქონდა გალაქტიკე და კიდევ 4 ლარი დააჯარიმე საწყას რომელზე შეიძლება საუბარი არა დიახ მე ხა მაგის გახსენება მინდოდა დიდი მადლობა რომ შემოგვეწმიანეთ რა თქმა უნდა თუ რაიმე გულის ტკივილი გექნებათ თუ რამე პრობლემა გექნებათ თქვენ შეგიძლიათ ყოველთვის დასვათ ეს საკითხი და ჩვენ რა თქმა უნდა ვეცდებით რომ მიიღოთ თქვენ ის პასუხი რომელიც თქვენ გაინტერესებთ მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში მე დემაგოგიის მეც ვერაფერს ვერ ვისმენ და აი თუ გააქვთ რაიმე იმედი იმისა რომ თქვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ან უფრო მეტად გააქტიურდება გარდა იმისა რომ თქვათ შემოიფარგოთ საინფორმაციო უზრუნველყოფით ვეტერანების მიმართ ან აქციების ჩატარებას თუ აპირებს რომ ხელისუფლების ყურადღება მიიპყროს იმედია კიდევ 400 ლარიანი ჯარიმით არ იქნებით შემდგომ დაპატიმრებულები შეიძლება მე გაგცემთ მაგაზე პასუხს. დღესდღეობით აი ნუ თქვენ წინაზე აღნიშნეთ მე ვეღარ გაგეცით პასუხი რომ ახალ წლებზე წელს რო იყო დაარბიეს ომის ვეტერანთა შეკრება, ნუ შიმშილობის აქცია. მე სხვათა შორის მე მისული ვიყავი იქა, ვესაუბრებდი ფიზიკურად იქ არ ვიყავი მომენტში და სხვაგან მივდიოდი. ეს იყო სამარცხვინო აქტი რა ელემენტარულად მე ძალიან დიდ პატივს ავცემ სათითაოდ სულ ყველას და ეს ადამიანები ფაქტიურად ნუ რაღაც გარკვეულ პერიოდში ცხოვრების იმის შეხების წერტილი ომის პერიოდი იყო თუ რა იყო შეხების წერტილები ქონდა ყველას ძალიან დიდ პატივს ეს იყო ძალიან ცუდი სამარცხვინო აქტი ნუ მithוי ქალს მოხვდა მე ეს არ ვიცოდი აქ არ ვიყავი მე ვნახე ეს ქალს რომ ეს საიძეც გავათავსეთ და ფაქტიურად ჩვენ საიძე პირდაპირ გაბრაზებულზე დავწერე რომ ეს ფაქტიურად საქართველოს ჯარი არც უნდა ყავდეს და არც ყავს რა ეგრე გამოდის რა
სადაც შენ ომის ვეტერანს გალახავ, იქ მნიშვნელობა რა აქვს, რამდენი კაცი იჯდა და რა საკეთებდა, ნუ თავისი არა მნიშვნელობა ახალი წლის დღეებში გალახავ, ხო და ისე გაყრი, ყველაფერი ზაკეთება შეიძლება ლამაზად, თუ მოვინდომებ. იმ ადამიანებს თავის გულის ტკივილი ჰქონდათ და გამოვიდნენ და აქტიურად უნდათ რაღაცა საერთო იმაზე საქმე გაეკეთებინათ და გაეგებინებინათ საზოგადოებისთვის, რომ ეგეც მდგომარეობაში ვარ და ეგეთი რაღაცა ხდება. ძალიან ცუდი ფაქტი იყო ამას ყველანაირად. ნუ რა თქმა უნდა, ფაქტი რომ დარჩა რეაგირების გარეშე ფაქტია. მეორე შემთხვევაში, აი მე ვიტყვი ეგეთ რაღაცას. თუ მოხდება ომის ვეტერანი, ჩვენ ფაქტობრივად აი წავიდა ურთიერთობა რაღაც შეხვედრები მქონდა რაღაც, მე რაღაცას მოება თავი თითქოს გარკვეულწილად ვქმნით გაერთიანებულ საბჭოს, ფედერაციას, ომის ვეტერანთა ფედერაციას. ეს ორგანიზაციები ვიღებთ მონაწილეობას ამ ფედერაციის შექმნით. ყველა ორგანიზაციებს მიმართა ფაქტურად დამფუძნებელი მაგრამ ყველა ორგანიზაციამ რაღაც აუცილებელია რაღაცა საერთო საკოორდინაციო წერტილი იყოს. მნიშვნელობა რა არის, გაწევრიანდებიან იმ ფედერაციაში, გაწევრიანდებიან რაღაც სხვა იმაში. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეხლა ვისაც ვის სიმპათიურობა სიტყვაზე თუ ეგრე ვიტყვით, კი ბატონო, გესიმპათიურებიან და მიდი არავინ არ გავედელებულებს ვიღაცასთან ჭიგაძიო და იქებოდა ელემენტარულად ერთი რაღაცა უნდა მოხდეს და გავიგოთ ომის ვეტერანთა ორგანიზაციებმა, რომ ჩვენ ვართ ყველა ერთ გაჭირვებაში და საერთო საქმესთან დაკავშირებით სიტყვაზე რაღაც საერთო კანონს ეხება, იმის შეცვლას ეხება, გაუარესებას ეხება, ყველა ომის ვეტერანი უნდა გამოვიდეთ ერთად და გავაკეთოთ რეაგირება. უნდა მოხდეს ამასთან დაკავშირებით მობილიზაცია. ეს კულტურა უნდა გამოვიმუშაოთ. არ უნდა შეგეშინდეს ერთმანეთთან ურთიერთობის. ну შეიძლება ვიღაცა არ გესიმპათიურებოდეს, ვიღაცასთან არ გინოდეს საუბარი, მაგრამ არ უნდა იყოს ეს გადამწყვეტი საერთო საქმისთვის, იმიტომ რომ ელემენტარულად სასაცილო სიტუაციაში ვხვდებით რა. არ არის უბრალოდ მიზანშეწონა, აი არ ვიცი რა, ძალაერთობაშია სკაი ლოზუნგერა, თუმცა ეს ჯარისკაცებმა უნდა ვიცოდეთ, რომ ძალა მართლა ერთობაშია და საერთო გაჭირვება, საერთო ტკივილი, ვისაც ველაპარაკებით, უცხოელებს, იმას ყველა იმას გვეუბნება, ყველაფერი კაი, მაგრამ საერთო ტკივილი არა გაქვთ, რომ რაღაც თუ რაღაცა ყველაფერი კარგად გაქვთ, რომ ცალ-ცალკე რაღაცას იმაშვებით. რატო მოხდა ის დარბევაც? იმიტომ მოხდა ის დარბევა, რომ იქ არ იყო გამოხატული მთლიანად ვეტერანთა ორგანიზაციები რა. ნუ ხა ვერ ვიტყვი, რომ ვეტერანთა ორგანიზაციები ბევრია მოქმედი. ну არის გარკვეული რაოდენობა 300-დან სიტყვაზე ვთქვა სადღაც რომელიც მართლა რომელიც უბრალოდ ჯდებიან ერთად და რაღაცას ერთმანეთს ას გაუზიარებენ რამდენიმე იყოს ერთი 100 ორგანიზაციამდე შეიძლება იყოს საქართველოს მასშტაბით. აი ხარ 100 ორგანიზაცია, ხა თითო ორგანიზაცია. ერთი კაციც სულ გაჯდეს ერთად და პროსტა აი საერთო ტკივილს რაც შეეხება სიტყვაზე. ხო აი რაღაცა კანონში რაღაცა აი გოსპიტალზე მიდის. ხო აი დაზღვევების თემა წამოიწია, ხო ბატონო, რომ იქ იყო საუბარი რომ აი დაზღვევები რაღაცა ის გოსპიტალი უქმდება, ეს ყველაფერი ჭორების დონეზე. აზრი არა ვარ, რა ხდება საერთოდ არა. ნუ რაც მისმენთ იმას ვამბობ მეც. ხო და აი ეს ყველა ომის ვეტერანთა ორგანიზაცია უნდა ვიცოდეთ რაღაცა წერმანადგელი გავაგზავნოთ, გავიგოთ. ერთი წერტილი საინფორმაციო უნდა იყოს, სადაც ყველა ორგანიზაცია შევიგრიბები და თუ ჩვენ რაღაცა პატარა უფლება ილახება სიტყვაზე და რაღაცა გვტკივა, ხო? ყველა რეაგირება ის აუცილებელი არის შიმშილობა დავიწყოთ, ხო? გამოსვლაც საკმარისი იქნება, რომ გამოვიდეთ ომის ვეტერანები მთელ საქართველოში. სიტყვაზე თქვა, ბატონებო, ამუშავეთ ეს კანონი ხო გვეკუთვნის. ეგარ მე მგონი ხელისუფლება ამას მოусმენს, როცა შეხედავს და როცა ყველა ჩუმათავად იქ ვიღაცა გამოვა ცალკე იქ მე გამოვალ იქ ის გამოვა იტყვის ალბათ ეხა იმას თავის პრობლემა აქვს ამას რაღაცა თავისი უნდა ეგეთი გაგებით ადამიანები ვართ რა ვაზო ის პოლიტიკოსებიც ადამიანები არიან ისინიც ეგრე უყურებენ ამ სიტუაციას ის ერთეული გამოვიდა ესე გამოვიდა იმას რაღაც თავის ამბიცია კაი ის გამოვიდა იმას მეხაც გააჩნდება იმას დავარბევ ეხა თუ ძალიან ეგეთი სიტუაცია ყველა რო იტყვის ვაი ბატონებო რა ჩვენ ხო არ ვერევით პოლიტიკაში ჩავერევით ხოლმე იმ შემთხვევაში არჩევნები მოდის და ურნაში ჩავაგდებთ იმას მივცემთ ხმას, მე პირადად იმას მივცემ ხმას, ვისაც ჩავთვლი საჭიროდ და ვინც იქნება ელემენტარულად აი სიტუაციაზე იმუშავებს და ჩემთვის სიმპათიური იქნება, აი პოლიტიკური შეხედულებით. საიმედო იქნება, რომ იმ პრობლემებს რაც გვაგვარებს. სხვანაირად ჩვენ მემორანდუმსაც მოვაწერეთ ეხა ხელი, რომ არ გვაინტერესებს პოლიტიკური არანაირი აი მოძრაობა მივეტმასო რაღაც ვიღაცა გოროც მანაჩემ მაგრამ აი თქვენ როცა პირდაპირ აცხადებთ რომ პოლიტიკურად ამ შემთხვევაში ნეიტრალური სიტუაცია გაქვთ ხომ არ ქმნის ეს იმ ბარიერს პოლიტიკოსების მხრიდან რომელსაც ახლა თქვენ ითხოვთ რომ მოვიდნენ დანიდგნენ გვერდით რომ ფიქრობენ თუ თქვენ პოლიტიკა არ გაინტერესებთ ჩვენ რატომ მოვიდეთ და რატომ აი მაგრამ თუმცა მე მესმის თქვენი
მოწოდება, რასაც უკავშირდება, მაგრამ თქვენ რომ აჩვენოთ ერთიანობა, ალბათ ყველა მოიწონს. მაგაზე სხვათა შორის, აი ვთქვი დაწყებაში, ჩვენ კი არ უნდა დავუდგეთ პოლიტიკას, ჩვენ კი არ უნდა დაგვიძახოთ პოლიტიკოსებმა, მოდით გვერდში დაგვიდეკით. პოლიტიკოსები უნდა დაგვიდნენ თავის აქციელი და ქმედებით გვერდში. მაგრამ ჩვენ უნდა დავანახოთ ეს ერთიანობა, რომ მოვიდნენ და დაგვიდნენ. ჩვენ უნდა დავანახოთ ეს ერთიანობა, რომ ფაქტურად პირდაპირ ვიტყვი კიდევ ერთი რაღაცა. თითო აქციაზეც ნაყოფები იქნება. აქციაზე ხა რატომაც არა, სადაც რა თუთქივილია, იქ სადაც მინდა იქ მივდივარ და როგორც პიროვნება ვერავინ შემზღუდავს და პირდაპირ გეტყვი და ხა არც მე შინია სიტყვაზე რომ აულაგით ხა ერთხელ დავიბადე, ერთხელ მოკვდები ხო ადამიანი ხო? შიში ჩვენ გადავლახეთ ისე თუ ასე რა. ხო და მაგაზე არ არის ელემენტარულად ჩვენ გვინდა რომ ცივილიზირებული როგორ ხო გვინდა ევროპული ცხოვრება. ხო გვინდა გვაქვს იდეალები. არა, გვაქვს იდეალები. მოდი გამოვიღოთ რა ეს რამაზად ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც შეეფერება ნორმალურ ცივილიზებულ ქვეყანას. იმ ომის ვეტერანთა ორგანიზაციას შეუქმნათ ის პირობები, ამ ორგანიზაციებს სტიმულირება გავუკეთოთ იმის რომ ამათმა იმუშაონ, გარკვეულწილად რაღაცა დაფინანსება იქნება. სხვათა შორის ამ მექანიზმად შემუშავება უნდა. ეხლა თავრობაში, ეხლა ხელისუფლებაში, ვერ ინტერესდებიან ამ საქმით, იმიტომ რომ არ არის ინიციატივა აქედან. ინიციატივა უნდა წამოუჭრას იმან, ვისაც ეს აწუხებს, მეგრემ ესმის. ამიტომ ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ სულ ყველა ორგანიზაცია, ხა ბევრთან მქონდა ლაპარაკი, ბევრი ორგანიზაცია ამბობს, რომ აი მოდი ჩვენ გავაკეთოთ რაღაცა ცალკე, ჩვენ არ გამოვა ბატონო ხო, არ გამოვა რა, უნდა დავივიწყოთ ერთი რაღაცა, რომ ჩვენ ვართ ეხლა რიგითი ადამიანები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები და უნდა ვიმოქმედოთ როგორც რიგითი ადამიანები და კონსოლიდირებულად, მეგობრულად და რაღაცა საერთო პრობლემაზე საერთო სიტყვა, ერთი სიტყვა მივცეთ ხელისუფლება, შევიმუშავოთ დავიჯდოთ რგვალმაგიდაზე, შევიმუშავოთ რაღაცა ერთი და ერთის გაკეთდეს და სხვანაირად ეხლა ნუ ეხლა ვიღაცას ზერბოს კვერცხის შეწვა უნდა თავისუფლებაში ოფისში და რაღაცა ეს ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს ჩვენის გაგვიხარდება რომ ყველა ომის ვეტერანი დაკავებული იქნება რაღაცა საქმით, რაღაცა წყარო იქნება შემოსავლით ცალკე და იმუშავებს და რაღაც ცხოვრების ინტერესი ექნება ბოლო ადამიანებს. ხა მაგა ჩამოწერილები ხო არა ვართ ეხლა სადღაც გევა 42 წლის გავხდი. აგენ ბატონი გივის 60 წელს გაკუმებს. არა ვართ ეხლა ისეთი ასაკის რომ შეგვიძლია რაღაცა გავაკეთოთ ხო? ამიტომ რაღაცა სტიმულირება უნდა მოხდეს და ხა ჩვენ რა უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას? ხელისუფლებას უნდა დაუწეროთ, გაუმზადოთ, რა უნდა მოვთხოვოთ? ყველა უნდა ვიყოთ თანახმა თლიანად ომის ვეტერანთა ორგანიზაციები ვინც არის, ვისაც ნუ სიტყვაზე არ აქვს მნიშვნელობა, ვისაც აინტერესებს ჯერ ახალი ორგანიზაცია ხართ მაინც შედარებით როგორც ხვდები და საქართველოში სამწუხაროდ 6 თვეში და 8 წელში ვერ მოვახერხე მე დაფინანსების შოვნა და დაფინანსებასაც თავი და დაფინანსების შოვნა შეუძლია საქართველოს თვითონ ყოველმა ქართველმა დააფინანსოს აი ვეტერანთა ну ძალიან ბევრი მექანიზმის გაკეთება შეიძლება სხვათა შორის ის რაც არსებობს ევროპული გამოცდილება მე მგონი ის უნდა გაითვალისწინოთ და მოითხოვოთ რომ მიიღოთ მე ერთი რაღაცაზე მინდა გავამახვილო ყურადღება რა ბევრი ორგანიზაციები ჩვენს ну გაინტერესებს აი ევროპული ორგანიზაციები როგორ მუშაობს ოფლა ამერიკის ორგანიზაციების ვეტერანთა როგორ პატივცემენ საერთაშორისო ფულს ხო როგორი მომენტი ცდილობთ რომ ვიღაცას რაღაცა თხოვოთ დავეხმარეთ რა მოდით რა მოვიფიქროთ ჩვენ თვითონ გავაკეთოთ რა ის ფინანსური წყარო ჩვენ თვითონ შევაცვლოთ ყველამ ერთად საზოგადოების დახმარებით არა შემოტანილი არა ნაჩუქარი არამედ საზოგადოების დაკეთება ეს სამწუხაროდ ქართველი ბიზნესმენები სხვა პიარ კამპანიებში უფრო იღებენ ხოლმე ხელისუფლების მე დარწმუნებული ვარ ყველა მიიღებს მონაწილეობას თუ ეს იქნება გაკეთებული კონსტრუქციულად თუ ეს იქნება გაკეთებული ნორმალურად ყველა მიიღებს მონაწილეობას იმათ ბიზნესთან ჩვენ ვიცავ. ბატონო გივი თქვენ ცოტა დაგვეჩაგეთ კი ეთქობა რომ საინფორმაციო ხელმძღვანელობს ალექსანდრე და აი მოკლედ იქნებ გვითხრათ აი თქვენ რა გამოსავალს ხედავთ აი ეს ერთიანობა ალბათ რამდენად საჭიროა თქვენთვის იმისაც რომ ხელისუფლებას დაანახოთ რა სიტყვით თქვენ და რა უნდა მიიღოს ამ ომის ვეტერანებმა ეს არ არის რაღაცა ესე აბსტრაქტული თემა. ორგანიზაცია ახლა ნამდვილად ბარიკადებს ვერ მოვაწყობთ და ვერ დავიწყებთ ისევ იმას რა ქვია აქციების ჩატარებას ჩვენი მოთხოვნა რა არის ჩვენი მოთხოვნა ისე და ისე გავერთიანებთ ჩვენი ვეტერანები როგორც ბატონმა ალეკომ ბრძანა ეს მოთხოვნები მივაწოდოთ მთავრობას პარლამენტს ყველა პარტიას რომლებიც დღესდღეობით ისე პარლამენტში ბრძანდებიან და იმ მომავალ პარლამენტარებს რომლებიც დღეს არ არიან პარლამენტში ჩვენ გეგმები ყველაფერი მივაწოდოთ თუ გულში დაგვიდგებიან თუ მხარში დაგვიჭერენ უფრო ბევრს მივახცევთ გასაკურველია იმ დანარჩენი ორგანიზაციათან ერთად რომლებიც ვეტერანებად იწოდებიან
ну რა თქმა უნდა თქვენი ერთიანობა ვერად იქნება დამოკიდებული იმაზე რა შედეგს მიიღებთ თქვენ და საერთოდ ქვეყანაში წარმატების მისაღწევად ყველა სფეროში სადაც კი პრობლემა არის რა თქმა უნდა ეს ერთიანობა გვაკლია ამდენად წინააღმდეგობის მოძრაობა 11-12 მაისს 15 საათზე გეპატიჟებათ ფილარმონიაში ორდღიან საქველმოქმედო აქცია კონცერტზე შენს გისოსებში მზეა დასწრება უფასოა მოსაწვევების მისაღებათაც შეგიძლიათ მომზადეთ კინოსახში მესამე სართულზე ჟურნალისტი ნინო ცხოიძე დღეს ამით დაგემშვიდობებით კიდევ ერთხელ მიულოცავ ყველა იმ ადამიანს ვინც ომის ვეტერანია ვისთვისაც 9 მაისი ძვირფასია და გამარჯვების დღეა სულ გამარჯვებით გველოს ამ ქვეყანაში წარმატება გქონოდეს და სოციალური პრობლემებისაგან მალე გამთავისუფლებულიყავით კარგად ბრძანდებოდეთ დიდი მადლობა